პირველი ყოვლისა ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ არავის არ აქვს უფლება შეგვეხოს. პირველი ყოვლისა ისიც უნდა გააცნობიეროთ მშობლებმა, რომ ჩვენ თუ არა გვაქვს ახლო ურთიერთობა შვილთან, მაგალითად ბავშვს თუ არ შეუძლია არას თქმა, ხო? აი ბავშვს როდესაც არ შეუძლია არას თქმა, ძალიან ხშირად ესეთი კატეგორიის ბავშვები არიან და თინეიჯერები არიან, პედოფილი მსხვერპლები. ანუ ნახეთ, თქვენ ითხოვთ ბავშვისგან, რომ ყოველთვის დაგიჯეროთ, თქვენ ითხოვთ ბავშვისგან, რომ ყოველთვის კარგი გოგო იყოს და ან კარგი ბიჭი იყოს, იმიტომ რომ ბიჭებიც არიან ძალიან ხშირად პედოფილის მსხვერპლები. და მიჩვეულია ეს მისი ფსიქიკა, რომ არას ვერ ამბობს. ხომ? წარმოიდგინეთ, მოდის ვიღაცა უცხო ადამიანი და ითხოვს რაღაცას. წარმოიდგინეთ, ჩემთან რაღაც უნდა გააჩვენო, პატარა ლეკვი მყავს. ანუ არავის არ უთხრა, იმიტომ რომ არ დაგიჯერებენ, ხომ? მე შენი მეგობარია, არაფერს არ დაგიშავებ. და ამ დროს, რასაც კი არ ეუბნება უცხო ადამიანი, იაზრებს მისი გონება, რომ კი ეს ესია. როგორც მე ბებოჩირები თქვათ, გაუცნობიერებლად შემშობლებს, იმიტომ რომ ბავშვი უნდა შეგვეწინააღმდეგოს. ხანდახან უნდა გითხრას არა, ხანდახან უნდა მოიქცეს ცუდად, ხანდახან ანუ მიმღებლო უპირობოდ უნდა გიყვარდეს ჩვენი შვილი, ხო? და როდესაც ჩვენ ჩარჩოებში ვსვამთ, ზუსტად ამ ჩარჩოებიდან გამომდინარე, გრძნობს პედოფილი, ვინ არის მსხვერპლი. გრძნობს, აი, ცხვირით გრძნობ, გესმე, აი, დაინახავს და დაჟე როგორ დადის მსხვერპლი, იცის, რომ ამასთან მე შემიძლია მივიდე. ამასთან მე გამივა. ცელკ ბავშვთან, აი, ახტანჯანა ბავშვები რო არიან, ხო იცი, მოწინააღმდეგე ხასიათი რო აქვს, ხო იცი, წამოვა, იყვირებს, გააპროტესტებს, ესეთ ბავშვებთან იშვიათად მიდიან პედოფილები. ანუ თქვენ უნდა გიხაროდეთ, თუ გყავთ ცელკი ბავშვი. თქვენ უნდა გიხაროდეთ, თუ გეუბნებათ არა თქვენი შვილი, გესმით? და ესაა მთავარი, რომ ბავშვმა ისწავლოს არა, ბავშვმა იცოდეს, რომ არავის არ აქვს უფლება რომ შემეხოს, და უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ არსებობენ ცუდი ადამიანები, რომლებიც რაღაცას დაგვიშავებენ. გაჩნია კიდევ ასაკს. თუ ეხლა თინეიჯერია და 14 წლის აქვს და სექსუალურად უკვე მომწიფებისკენ მივდივართ, შეგვიძლია ვისაუბროთ უკვე რა არის ინტიმური ურთიერთობა და შეიძლება იმაზეც ვისაუბროთ რა არის პედოფილიზმი. თუ ეხლა ჩვენ 6 წლის ბავშვზე გვაქვს საუბარი, აქ არაა აუცილებელი ვისაუბროთ სექსუალურ ურთიერთობებზე და სექსზე ზოგადად, მაგრამ უნდა უთხრათ, რომ არსებობენ ცუდი ადამიანები, რომლებმაც შეგვიძლია დაგიზიანონ, თქვათ, ფსიქიკა, მოგიტაცონ, წაგიყვანონ, დაგიშაონ, გესმით? არავითარ შემთხვევაში სექსზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ გააჩნია ასაკს, მეორდები.